ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სადაც გამგებლის კანდიდატურაზე კონკურსი ჯერ კიდევ გასულ წელს გამოაცხადეს, გამგებელი ამ დრომდე არ დაუნიშნავთ. თუმცა სავარაუდო კანდიდატურა უკვე ცნობილია. ნაციონალ კახაას კურავას მეოცნებე ზაზა ურუშაძე ჩაანაცვლებს. ამ ცვლილებამდე კი თანამდებობა საკუთარი სურვილი დატოვა საკრებულოს თავმჯდომარემ რევაზ ჩიტიძემ, რომელზეც როგორც ამბობენ ზეწოლა ხორციელდებოდა. მე კონკრეტული ზეწოლის შესახებ კონკრეტულ ზერაფერს ვერ გეტყვი, ზეწოლა რომ მიმდინარეობს მუნიციპალიტეტების ზოგადად თვითმმართველობაზე, ეს ახალია და ეს დღეს არ დაწყებულა, არც გუშინ დაწყებულა, გუშინ წინ დაიწყო. გარკვეულწილად იმ სიტუაციამ, რაც დღეს მუნიციპალიტეტში ხდება, თავარი გავლენა იქონია, რა თქმა უნდა, მის გადაწყვეტილებაზე, იმიტომ რომ ის გაურკვეველი, რომელიც ჩანს ირგვლივ, ეს ბუნებრივია ფსიქოლოგიურ სტრესად მიიჩნია ადამიანებო და ზეწოლა კონკრეტულ ზეწოლაზე მე ვერ გეტყვით საუბარს, მაგრამ გარკვეულად რაღაც მიზეზები რო იყო ამის. ლანჩხუთის მაჟორიტეტი დეპუტატი თემურ ჩხაიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მისგან და ქართული ოცნებისგან არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და გავრცელებულ ხმებს აბსურდს უწოდებს. პირადად ჩემგან და ქართული ოცნებიდან ჩემ გვერდით დგას, არავითარი ზეწოლა არ ყოფილა, არავითარი მოლაპარაკება არ ყოფილა, ესა ყველაფერი ყოველი და მოგონილი. დავდუნა შევიძლია თუ არ გჯერა, შეგიძლიათ მასვიდო კითხოთ. თავად ჩიტიძე კი ჟურნალისტებთან ვრცელ კომენტარს არ აკეთებს და ინფორმაციას ზეწოლის შესახებ არც უარყოფს და არც ადასტურებს.